მე ვარ გიორგი ახმეტელი, მოძრაობა ხელმისაწვდომი გარემო ყველასათვის თავმჯდომარე. მე მივიღე მონაწილეობა ადვოკატირების ტრენინგზე, რომელიც ჩატარდა ლოპოტას ტბაზე მაისის ბოლოს. ჩვენი ორგანიზაციისთვის ადვოკატირება ამ ეტაპზე არის უმნიშვნელოვანესი, ვინაიდან ჩვენ წარმოვადგენთ ორგანიზაციას, რომელიც იცავს შშმ პირთა უფლებებს. ეს არის ის თემი, ის დისკრიმინირებული თენა, რომელიც ვერ იყენებს თავის უფლებას, გადაადგილების უფლებას. საკითხები, რომლის ადვოკატირებას ჩვენ გვაქვს დაგეგმილი, ეს არის საზოგადოებრივი ტრანსპორტის და საზოგადოებრივი მოხმარების ადგილების ხელმიუწვდომელობა და ინკლუზიურ გარემოსთან შეუსაბამობაში ყოფნა. თვითონ ტრეინინგი ძალიან მოგვეწონა. აღნიშნავდით მის ფორმატს, რომელიც ძალიან საინტერესო იყო, სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციების ჩართულობა, მათი მოსმენა, გაანალიზება. აღსანიშნავია ტრენერების მაღალი პროფესიონალიზმი და მომავალში ჩემი აზრით ესეთი სახის ტრეინინგები ყოველთვის წაგვადგება, რათა ჩვენი საქმიანობა უფრო ეფექტური და შედეგიანი იყოს. მოგესალმებით, მე ვარ ნათია გუიანიშვილი, ორგანიზაციიდან იდენტობა და მე მივიღე მონაწილეობა ადვოკატირების ტრეინინგში, რომელიც ჩატარდა ლოპოტას ტბაზე მაისის ბოლოს. ჩვენი ორგანიზაციისთვის ადვოკატირება არის ძალიან მნიშვნელოვანი და საჭირო, იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენ მუშაობთ LGBT ადამიანების უფლებებზე და როგორც ალბათ ყველასთვის არის ცნობილი, ამ ადამიანების უფლებები ხშირად არ აისახება მაგალითად საკანონმდებლო დონეზე. ხშირად არის გამორიცხული სხვადასხვა სფეროებიდან, შესაბამისად ადვოკატირება ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ორგანიზაციისთვის და არის ჩვენი სამუშაოს ერთ-ერთი მიმართულება. მოცემულ მომენტში ჩვენი ორგანიზაცია აქტიურად მუშაობს ტრანსგენდერი ადამიანების სქესის აღიარების ლეგალურ პროცედურებზე და პრაქტიკაზე, რომელიც არ რეგულირდება საქართველოს კანონმდებლობით და სწორედ ამ სფეროში ვახდენთ მოცემულ მომენტში ადვოკატირებას. ტრეინინგის შეფასებას რაც შეეხება, ჩემთვის პირადად იყო ძალიან საინტერესო და ძალიან სასარგებლო. იქიდან გამომდინარე, რომ ტრენერები იყვნენ და არიან საკუთარ საქმეში ძალიან გამოცდილები და მაქსიმალურად ცდილობდნენ ეს გამოცდილება გადმოეცათ ჩვენთვის. და ვთვლი, რომ არა მხოლოდ მე, არამედ ტრენინგის სხვა მონაწილეებსაც ისეთი უნარჩვევები შეგვძინეს, როგორიც არის მაგალითად საკუთარი სათქმელის მოკლედ გადაცემა მნიშვნელოვანი აქტორებისათვის ისეთ სიტუაციებში, როდესაც არ გვაქვს ბევრი დრო. გარდა ამისა, ძალიან მნიშვნელოვანი იყო ტრეინინგში ის, რომ ძალიან სხვადასხვა პროფილის ორგანიზაციები მონაწილეობდნენ და საშუალება მოგვეცა ერთმანეთს შევხვედროდით, ანუ ეს ასევე არის ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორი ეგეთი ტიპის ტრეინინგებში. დიდი მადლობა მინდა მოგახსენოთ, კეთილი სურვილებით.